ქართული ლარი დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ვალუტა, რომლის ყოველი ბანკნოტი ქართულ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. ლარის ახალი მოდერნიზაცია ცალსახად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბანკნოტები სახელმწიფოს იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი, რომელიც ქვეყანას უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის. ამიტომ გარემოს შესაბამისად ეროვნულ ვალუტასაც სჭირდება განახლება და დროდადრო ყველა განვითარებული ქვეყანა აახლებს საკუთარ ვალუტას. ლარის დიზაინი შექმნის დღიდან 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ განახლებულა. შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს განახლება არა მხოლოდ დროული, არამედ უკვე აუცილებელიც გახდათ. ლარის განახლებულ სერიაზე მუშაობა ცხადია ჩვენთვის უდიდესი პრივილეგია იყო. განახლებული ლარი ეფექტური, მკაფიო და ძლიერი ვალუტის მშვენიერი მაგალითია. თითეული ბანკნოტი ერთი მხრივ ჰარმონიული ოჯახის სრულფასოვანი წევრია და ამავდროულად გააჩნია თავისი უნიკალური ხასიათი. რა თქმა უნდა, ლარი 40 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ყველაზე საინტერესო და სიმბოლური ის იყო, რომ სადღაც კი 1 წლის წინ შეიქმნა ლარის გრაფიკული ნიმუში, პირველად ისტორიაში ლარს აქვს თავისი აღნიშნული ნიშანი. დღეს კიდე მივედით იმ წერტილში, როცა ლარი გრაფიკულად განახლებულია. როგორც ვიცით, საქართველოს ძალიან მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რაც თითოეულ ბანკნოტზე უაღრესად ეფექტურად აისახა. ყველაზე მთავარი ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის იყო ამოცანა, რომ ახალ 5 კუპიურას ჰქონოდა ერთი კონცეფცია. ყოფილიყო ერთი გრაფიკული ოჯახის წარმომადგენელი, ყველა მათგანი თავისი შინაარსით იმეორებს არსებულ დღეს მიმოქცევაში ყოფილ არის ისტორიას, მაგრამ გამოიყურება ახლებურად, თანამედროვედ. ყველა მათგანს გააჩნია დამახასიათებელი ფერთა გამა. ამოცანა იყო გამოყენებულიყო ყველა ის ისტორიული პერსონაჟი და ფაქტი, რომელიც ასახულია არსებულ ლარზე, მაგრამ ამავე დროს გვინდოდა შემოგვეტანა გარკვეული ცვლილებები და თქვენ ნახავთ, რომ არის ახალი ელემენტები. ფერთა მდიდარ სპექტრში შესრულებული, გაუმჯობესებული რელიეფური პორტრეტები და სხვა დამატებითი ელემენტები მომხმარებელს საქართველოს უნიკალურ და მდიდარ კულტურულ ისტორიულ მემკვიდრეობაზე უამბობს. ლარის ახალი ოჯახის ბანკნოტების ზომები პროპორციულად იზრდება ნომინალის შესაბამისად, მცირედან დიდისკენ. საგრძნობლადაა გაუმჯობესებული პორტრეტების ზომები და ხარისხიც, რაც მომხმარებელთა მიერ ნომინალის მარტივ ამოცნობას უზრუნველყოფს. გაუმჯობესებულმა ბეჭდვითმა ტექნოლოგიამ ბანკნოტზე კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის განთავსებისთვის მეტი სივრცის დათმობა გახადა შესაძლებელი. ბანკნოტზე გამოყენებული დამცავი ნიშნები საზოგადოებისთვის ძალიან მოსახერხებელი და ადვილად აღქმადია. მათი ამოცნობა შესაძლებელია გამჭოლ შუქზე, ასევე დახრილი კუთხით გახედვის ან შეხებისას. ბანკნოტებზე განთავსებულია დამცავი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის და ასევე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი დამცავი ნიშნები, რომლებიც თითეული ნომინალის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ხრმად გვწამს, რომ ქართული საზოგადოება იამაყებს ლარის განახლებული ოჯახით. მე ვფიქრობ, ქართული ლარის განახლებული ბანკნოტები მსოფლიოს საუკეთესო ბანკნოტებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებს, რამაც ძლევს ამის თქმის საფუძველს. განახლებული ლარი არის უსაფრთხოების უძლიერესი მექანიზმებისა და შესანიშნავად გადმოცემული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამაგალითო სინთეზი. ერთი სიტყვით ძალიან განსაკუთრებულია. მე საქართველოს ეროვნულ ბანკს ვურჩიე, რომ განახლებული ლარის ბანკნოტების საერთაშორისო კონკურსზე წარდგენა განიხილონ. ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას ლარის შესანიშნავი სერიით განახლებას. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოგიდგენთ განახლებულ 20 ლარს. წინა მხარეს გამოსახულია ილია ჭავჭავაძის პორტრეტი და გაზეთ ივერიას გამომცემლობა. ასევე ჟურნალი საქართველოს მოამბე, გაზეთი ივერია და ილიას პირადი ნივთები. უკანა მხარეს წარმოდგენილია ძველი თბილისის პანორამა, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შესრულებული მე-18 საუკუნის თბილისის გეგმა და საქართველოს გერბი. განახლებულ 20 ლარზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი, გახედვის, დახრის და შეხებისას. გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტზე ამოიცნობა
წყლის ნიშანი პორტრეტის, ნომინალის აღნიშნული ციფრის და ლარის სიმბოლოს გამოსახულებით. ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც წყვეტილი სახით წარმოდგენილია უკანა მხარეს და გახედვისას ერთიანდება. დახრისას ბანკნოტზე ცვალებადი ეფექტი აქვს ჰოლოგრამას, ფარულ გამოსახულებას, ოპტიკურად ცვალებად საღებავს, ირისისებულ ზოლს და წყვეტილ დამცავ ძაფს. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოგიდგენთ განახლებულ 50 ლარს. წინა მხარეს გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და ბარელიეფი ფიტარეთის ტაძრიდან. უკანა მხარეს წარმოდგენილია ზოდიაქოს ნიშნის მშვილდოსნის მინიატურა, ხელნაწერი მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი კრებულიდან და საქართველოს გერბი. განახლებულ 50 ლარზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი გახედვის, დახრის და შეხებისას. გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტზე ამოიცნობა წყლის ნიშანი პორტრეტის, ნომინალის აღნიშნული ციფრის და ლარის სიმბოლოს გამოსახულებით. ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც წყვეტილი სახით წარმოდგენილია უკანა მხარეს და გახედვისას ერთიანდება. დახრისას ბანკნოტზე ცვალებადი ეფექტი აქვს ჰოლოგრამას, ფარულ გამოსახულებას, ოპტიკურად ცვალებად მაგნიტურ საღებავს, ირისისებულ ზოლს და წყვეტილ დამცავ ძაფს. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოგიდგენთ განახლებულ 100 ლარს. წინა მხარეს გამოსახულია შოთა რუსთაველის პორტრეტი. ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის გვერდი, ორნამენტი მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერიდან და მე-7 საუკუნის ბარელიეფი მარტვილის ტაძრიდან. უკანა მხარეს წარმოდგენილია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ნაწყვეტი სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან და საქართველოს გერბი. განახლებულ 100 ლარზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი გახედვის, დახრის და შეხებისას. გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტზე ამოიცნობა წყლის ნიშანი პორტრეტის, ნომინალის აღნიშნული ციფრის და ლარის სიმბოლოს გამოსახულებით. ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც წყვეტილი სახით წარმოდგენილია უკანა მხარეს და გახედვისას ერთიანდება. დახრისას ბანკნოტზე ცვალებადი ეფექტი აქვს ჰოლოგრამას, ფარულ გამოსახულებას, ოპტიკურად ცვალებად მაგნიტურ საღებავს, ირისისებულ ზოლს და წყვეტილ დამცავ ძაფს. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა 2016 წლიდან და მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად.